ჩვენი პირველი რესპონდენტი რომან კაკულია ქართული ოცნებიდან სამშვიდობისა ბატონო რომან მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის გილოცავთ წარმატებას და წარმატებას გისურვებთ ვინაიდან ახლა აღმოჩნდა რომ მთლიანად ქართულ ოცნებაზეა დამოკიდებული საქართველოს მოქალაქეების მომავალი 4 წლის განვითარება ვინაიდან ერთი ნაბიჯიღა გაკლიათ საკონსტიტუციო უმრავლესობამდე ეს არის მეორე ტური ბატონო რომან ეს ის პარლამენტია რომელში შესასვლელადაც თქვენ აირჩიეთ ქართული ოცნება აი ასეთ პარლამენტში მოხვედრა გინდოდათ მოგესალმებით ყველას და პრინციპში ნამდვილად მთელი გულწრფელობით შემიძლია გითხრათ რომ ჩვენ როდესაც გვისვავდა ამ შეკითხვას რამდენ პარტიას ელოდებით ჩვენ ვამბობთ მინიმუმ 3 ეს თავისთავად იმას ნიშნავს რომ ეს ნამდვილად არ იყო ის რაც ჩვენ გვინდოდა რომ გვენახა და თავისთავად ცხადია ეხლა ამას თავისი გამოწვევები აქვს და იმედი გვაქვს რომ ამ გამოწვევებს გავარკვევთ თავისი მიზნიდან გამომდინარე, რომელიც იმ პოლიტიკურ ძალას აქვს. აი რა კონკრეტული გამოწვევები, ბატონო რომან, თქვენ რა გამოწვევას ხედავთ ახლა ამ მომენტისთვის, ამ მოცემულობაში? თავარი გამოწვევა არის, რომ დემოკრატიის შეუქცევადი ხარისხი მივიღოთ. თავისთავად ცხადია, ხა ჩვენ წარსულში უნდა გავიხედოთ იმისათვის, რომ დასკვნები გავაკეთოთ და რადგანაც წარსული გვეუბნება, რომ ერთმანეთის დამაბალანსებელი პოლიტიკური ძალები, პოლიტიკური კულტურა, ამომრჩევლის ნება მათი ხედვა იმასთან დაკავშირებით თუ ვინ არის, ვინ როგორ შეაფასონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ცხადია, ჩვენი მიზანი იყო სწორედ ის, რომ ყოფილიყო მრავალპარტიული ისეთი პარლამენტი, რომელიც პრინციპში ასახავდა საზოგადოების ნებას და ეს პოლიტიკური პარტიების გადაწყვეტილება იყო მაშინ, როდესაც ბარიერი აიწია და ცხადია, რამაც გამოიწვია ახლა ის რაც მოხდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, როდესაც მე გამოწვევას ვამბობ, გულისხმობს, რომ მიუხედავად იმისა, რა შედეგსაც მივიღებთ, მაღალი დემოკრატიის სტანდარტი ქვეყანაში არ უნდა დაირღვეს და კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა და ყურადღება ამ მიმართულებით საჭიროა. ამას ვეძახებ მთავარ გამოწვევას. ბატონო რომან, მაღალი დემოკრატიის სტანდარტის დარღვევის ღმერთთან უქნას, მაგრამ შესაძლებლობა და ბერკეტი ახლა ქართული ოცნების ხელშია. იმედია ეს არასდროს არ მოხდება, ამ ქვეყანაში აღარასდროს აღარ მოხდება, მაგრამ საფრთხე ყოველთვის არის ხელისუფლება, როცა არის კონტროლის გარეშე დარჩენილი. მე მაინტერესებს ის შეიძლება თუ არა გახდეს პრობლემა მომავალი 4 წლის განმავლობაში. ჩვენ პრაქტიკულად საქართველოს მოქალაქეები უნდა ვიყოთ დამოკიდებული კეთილსინდისიერებაზე ქართული ოცნების ამის იმედი შეიძლება გქონდეს? ხა ესეთი შეკითხვაა, რომელსაც პრინციპში საზოგადოებამ უნდა უპასუხოს თავისი სიღრმისეული ანალიზით თვითონ პოლიტიკოსების და გაცნობიერებით იმ პროცესის რაც ხდება. რა თქმა უნდა, ხა ჩვენ მხრიდან ნათქვამი ეს სიტყვა, რომელსაც მე გულწრფელობით კი ვამბობ, მაგრამ გადამწყვეტია ის, რომ კონტროლის მექანიზმი იყოს საზოგადოების მხრიდან. ეხლა ერთ რამეს შეგახსენებთ, ქართული ოცნება პრინციპში იმით არის, ჩემთვის იმიტომ იყო მოხიბლული, რომ ის სიმართლეზე იდგა. ხა ის მოვიდა პრინციპში ბოროტებასთან ბრძოლის ნიადაგზე, ანუ ფუნდამენტი მის იყო ძალიან მყარი. ამ 4 წლის განმავლობაში რომ შეიძლება ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული, შეიძლება ბევრი რამე არ მოგწონდეს ადამიანს, ან ვერ მიხნა იქ მიზნები მიღწეული, რომელიც შეიძლება და უნდა მიღწეულიყო, ის სიკეთეზე რადგან იდგა, მთავარი იყო ის საწყისი ფუნდამენტი და ეს ცნობილი გამონათქვამია რა თუ საძირკველი დაანგრეულია. საძირკველი აქვს ქართულ ოცნებას ისეთი, რომელზეც შეიძლება დაშენდეს სწორედ ის, რაც ჩვენ გვინდა. იყო ზოგიერთი პარტია, რომელსაც დაანგრეული ჰქონდა ეს საფუძველი და საძირკველი და ახლა იქ ყოველგვარი კედლების აშენებითი მცდელობა იყო გამორიცხული და საზოგადოებამ ეს გააცნობიერა. ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის ახლა ის პასუხისმგებლობა, რომელიც ქართულ ოცნებას გააჩნია, მე ვფიქრობ, რომ მას არ მიცემს იმის უფლებას, კიდეც რო იყოს ის გამოწვევები, რომელსაც ძალაუფლება, როგორც ისტორია გვეუბნება, ადამიანებს უგებს ხაფანგებს თავისი მანძილი იმ გზაზე, რომელსაც ისინი გადიან, მაგრამ ის გამოცდილება, რითაც ისინი მოვიდნენ ხელისუფლებაში, რომელსაც ახლა მე შევუერთდი, მე ვფიქრობ, რომ არ მოგწევს ამის საშუალებას. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ყველანი ის ახალი წევრები და ძველი ადამიანები, რომლებიც იბრძოლეს, საკუთარი სიცოცხლე გაწირეს პრინციპში მისმა იმ ძველმა წევრებმა, ახლა არ ამგონია მათ ეს დაავიწყდეთ და დემოკრატიის მაღალი სტანდარტი იყო ხოლოდ მიზანი და მე ამ პრინციპში იმედიანად ვარ. აი რატომ გამიჩნდა დღეს ეს კითხვა? პრინციპში არ ვაპირებდი დღეს ამ კითხვების დასმას ოპონირების რეჟიმს, ვინაიდან პირველი დღეა, როდესაც თქვენ გააცნობიერეთ ალბათ ბოლომდე რომ ხართ გამარჯვებულები. მე მაინტერესებს პირველივე კომენტარი ვთქვათ ერთი ირაკლი კობახიძის მხრიდან, თქვენი პარტიის ერთ-ერთი გამხმოვანებელია. ის ამბობს, რომ იქნება აუცილებლად საკონსტიტუციო ცვლილებები და შეეხება პრეზიდენტის ინსტიტუტს და ასე შემდეგ. აი პირველივე გზავნილი რომ კონსტიტუციაში იქნება ცვლილება, იმიტომ რომ თქვენ გეკნებათ საკონსტიტუციო
უმრავლესობა არის თუ არა სწორი. პირველივე ორშაბათი იწყება აი ამ გზავნილით. იცით რა, ეხლა ჩვენ უნდა გავიხსენოთ ის, რომ ჩვენ როდესაც ასე მკაფიო გადაწყვეტილად მე მგონი არ უთქვამს მას, ყოველ შემთხვევაში ჩვენ ვთქვით, რომ საკონსტიტუციო ყურადღება თუ რამე სჭირდება, სამი თემა ვახსენეთ ჩვენს საარჩევნო პროგრამაში. ეს იყო პირველ რიგში ძალის დაბალანსების ის სტრუქტურები, რომელიც პრინციპში არსებობს და რამდენად ეფექტური არის თუ არა ის ამის გადახედვა მოხდება. პრინციპში ალბათ ის ამას გულისხმობდა, რომ ყურადღების აქცენტი ერთ-ერთი რა თქმა უნდა ამაზე გამახვილდება სტანდარტი არის თუ არა ისეთი, რომელიც არის საჭირო იმისათვის, რომ ძალთა ბალანსი იყოს მკაფიოდ გამოკვეთილი. მეორე, რაც ჩვენ საარჩევნო პროგრამაში ვახსენეთ, ეს იყო რეგიონალური მართლობის კუთხით დაკვირვება ამ პროცესზე და საარჩევნო გარემო. ეს სამი თემა ჩვენ ვახსენეთ წინა საარჩევნო ჩვენს პროგრამაში, რომ ჩვენ ყურადღების ცენტრში მოხდება სამომავლოდ. ეხლა ამაზე მეტი გადაწყვეტილებით ამ ეტაპზე ჯერ როდესაც საბოლოო დათვლაც კი არ დამთავრებულა, საბოლოოდ კი არ დამთავრებულა არჩევნები, რა თქმა უნდა, ასეთი სიზუსტით ეს ეხლა არ იყო, რა თქმა უნდა. ბატონ რომან, თქვენ ფიქრობთ თუ არა და ხართ იმ დეპუტატთა შორის იქნებით თუ არა, ვინც მიიჩნევს, რომ კონსტიტუციასთან სიფრთხილეა საჭირო და 2/3 ქონა არ ნიშნავს, რომ ეს ხშირად უნდა გამოიყენო. რა თქმა უნდა ვიქნები იმ დეპუტატთა რიცხვში, რომლებიც ამას, იმიტომ რომ ჩვენ გაკვეთილები, მე მგონი, ჩვენი მთავარი პრობლემა ახლა არის სწორი გაკვეთილები გავაკეთოთ ჩვენს იმ პარტიებმაც, რომლებიც ახლა დარჩენ თამაშში გარემ, დარჩენ მდგომარეობაში სამწუხაროდ, ძალიან სამწუხარო ეს ყველაფერი. ჩვენი პრობლემა ყოველთვის იყო ჩვენი საკუთარი თავი მთლიანობაში დანახვა. მე რამოდენადმე თქვი ეს და მინდა გავიმეორო. ჩვენ გვაქვს ეს პრობლემა ქართულ საზოგადოებას, რომ ჩვენი თავი ზუსტად დავინახოთ და ამ დანახვა მოხდება სწორედ იმით, რომ პარტიებმა უნდა ასახონ ის, რაც არის გამოძახილი საზოგადოებაში. სამწუხაროდ დღეს მივიღეთ ის, რაც მივიღეთ, მაგრამ ამით მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრს ვისწავლით. ჩვენს მაგ ბევრს ვისწავლით, საზოგადოებას ბევრს ვისწავლით ის პარტიები განსაკუთრებით, რომლებიც ახლა ვერ მოხვდნენ პარლამენტში და როგორი საჭირო იქნებოდა მათი ყოფნა. მთლიანობაში სამწუხაროდ ჩვენ ნელა მოძრაობთ, მაგრამ მოძრაობთ იმ გზისკენ, რომელსაც ქვია გათავისება სწორი დემოკრატიული პროცესი. აი პარტიები, რომელთა ყოფნა საჭირო იქნებოდა, თქვენ ეს თქვით, ჩვენ რამდენიმე კონკრეტული დეპუტატის გვარიც მოვისმინეთ, ვინც თქვენმა ლიდერებმა ახსენეს, რომ სასურველი იქნებოდა ისო პარლამენტში ეხილათ, თქვენ ვიზე დაგწყდათ გული. სიტყვამე გვარებს არ დავასახელებდი ახლა, იმიტომ რომ ეს არ იქნებოდა სწორი შეიძლება. პარტიებზე. პრინციპში ყველა პარტია საერთოდ აქ იცით, როდესაც მე ვლაპარაკობ, რომ ჩვენი თავი უნდა დავინახოთ, გულისხმობ იმას, რომ პარლამენტი უნდა ასახავდეს იმ განწყობებს, რაც საზოგადოებაში არის და თუ ეხლა აქ ლაპარაკია ისეთ პარტიებზე, რომლებიც თავიანთი პოლიტიკური ცხოვრების განმავლობაში აჩვენებდნენ კვალიფიკაციას, ცოდნას, ხედვას, იმ მოვლენების, რომელიც პოლიტიკაში აუცილებელია, ცხადია, მათი ადგილი პარტიაში, პარლამენტში უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა, ვიდრე პარლამენტს გარეთ. ასე კი, აი 59%-მა რა განწყობა ასახა თქვენი აზრით იმან, ვინც სახში დარჩა და ვინც არ მოვიდა არჩევნებზე საერთოდ? ჩემი აზრით აქ ორი ფაქტორი იყო, ჩვენ არა ვართ მაყოფილი ნამდვილად იმ ადამიანების აქტიურობით. ორი ფაქტორი იყო ჩემი აზრით, იმიტომ რომ ამ 20 წლის განმავლობაში იმ გამოწვევებითა და იმ მემკვიდრეობით, რაც ქართულმა ოცნებამ მიიღო, პრინციპში ვერ მოხერხდა იმის გაკეთება, რომ ყველა მოქალაქეს თვითონ ეგზნო საკუთარ თავზე ის სიკეთე, რომელიც საკუთარი მთავრობის მოღვაწეობის პროცესში მოქალაქემდე უნდა მივიდეს. ან თქვენ ამბობთ და აცნობიერებთ, რომ ეს კრიტიკა იყო რეალურად თქვენს მიმართ. ეს შეიძლება იმედგაცრუების ფრაგმენტების ამორჩევის რამოდენიმე მიზეზს ხედავ და ერთ-ერთი შეიძლება ყოფილიყო ის, იმიტომ რომ ჩვენ არც აგვაქვს პრეტენზია ვთქვათ, რომ ჩვენ ყველა ადამიანთან მივედით, ჩვენი საარჩევნო კამპანიის მთავარი ლოზუნგი სწორედ აქედან გამომდინდა, რომ ჩვენ ძალიან კარგად ვაცნობიერებთ ახლა სიტყვა სწრაფი შეიძლება ვიღაცამ გამონათქვამი და ჟღერადობის კუთხით შეიძლება უფრო უკეთესი სიტყვა მოძებნილიყო, მაგრამ ეს ზუსტად ის სიტყვა, რასაც ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ეს აუცილებელია, რომ განვითარების პროცესები გახდეს ისეთი, რომ იყოს ხელმისაწვდომი ყველა ადამიანისათვის. ეს ვერ მოხერხდა ამ 20 წლის განმავლობაში ობიექტური მიზეზების გამო. ვინც ობიექტურად გაგვიგო ეს, მოვიდა, ვინც ეს ვერ გაგვიგო ობიექტურად, შესაძლოა ეს იყო ერთ-ერთი. მეორე მიზეზი შესაძლოა იყო ის, რომ თქვენ იცით ეს თემა, რომელიც სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით არის, აქაც ჩვენ ავირჩიეთ ერთი მხრივ ის გზა, რომ კონკრეტული მტკიცებულებების გარეშე წინა ხელისუფლების მსგავსად არ დაიწყო შურისძიების ის დიდი მასშტაბიანი კომპანია, რომელსაც შესაძლოა რაღაც სეგმენტის ადამიანების კმაყოფილება გამოეწვიოთ, მაგრამ ჩვენ ამ გზით არ ვიარეთ. ამიტომ ბევრი ადამიანი დღესდღეობით არის ისეთ მდგომარეობაში, რომ მან ნახა საკუთარ თავზე განიცადა ეს უსამართლობა, მაგრამ მის წინაშე პირადად ვერ აღდგა. შეიძლება ამ ადამიანების გარკვეული გულგრილობაც იყო.
და მთლიანობაში ალბათ მესამე სეგმენტი ისიც იყო, რომელსაც იმდენად დარწმუნებული იყო გამარჯვებაში, რომ ჩათვალა, რომ არ არის საჭირო მოსვლა. აი მათთვის ეს ყველაზე მეტი გაკვეთილია, იმიტომ რომ ჩვენ უნდა ავსახოთ ის განწყობები პარლამენტში, რაც რეალობაში არის. ბატონ რომან, რაც შეეხება მთავარ ოპოზიციურ ძალას, რომელიც იყო ნომერი პირველი ოპოზიციური ძალა და აღმოჩნდა, რომ დარჩა ნომერი პირველი ოპოზიციური ძალა. მე მაინტერესებს, თქვენ ისინი დაგეხმარნენ გამარჯვებაში, თუ ისინი დამარცხდნენ? ანუ რას გულისხმობ? ორივე. ისინი დაგვეხმარნენ ჩვენ აუცილებლად გამარჯვებაში, იმიტომ დაგვეხმარნენ, რომ მე პრინციპში სულ ხედავდი, რომ ყველა მათი გამოსვლის უკან ყოველთვის იყო ერთი ძირითადი გზავნილი, რომ ნაციონალურ მოძრაობაში არაფერი არ იცვლება. და სამწუხაროდ ამ ადამიანებმა ეს გზა აირჩიეს. ეხლა ნაციონალური მოძრაობა არის ძალიან ისე რთულად შესაფასებელი თემა. მე არ ვემხრობი იმას, რომ ესენი რაღაცა შავთეთრი რენტგენით მათ შეფასება შეუძლებელია. იქ ძალიან რთული კლასტერია, მე არ ვიცი დღევანდელი დრო რამდენად იძლევა ამის ანალიზის საშუალებას, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დაგვეხმარდნენ იმით, რომ არაფერი არ იცვლებოდა მათ უკან, მიუხედავად იმისა, რომ წინა პლანზე მოხდა გარკვეული წინასახეების წამოწევა. ხა მე ერთ მაგალითს გეტყვით და მე ალბათ მათ მხარდაჭერებს მინდა მივმართო პირველ რიგში. ხა ქვეყნის მტერი სხვა ქვეყანა ყოველთვის ცდილობს შენს ქვეყანაში მოძებნოს ეთნიკური უმცირესობა და იქ ჩააგდოს რაღაცა წინააღმდეგობის წერტილი. ეხლა ვისაც ეჭვიებარება, რომ ის პროვოკაცია არ იყო ორგანიზებული ამ ძალის მიერ, ნუ ახლა იმათა საუბარი არ მაქვს, მაგრამ ვისაც რომაც გულისხმობთ, მარნეულის პრეცედენტს გულდა, ვისაც ერთი წუთით მაინც აქვს ეჭვი, რომ ეს შეიძლება იყოს, უბრალოდ უნდა დააფიქრდნენ, ეხლა შეიძლება თუ არა რაიმე პასუხისმგებლობაზე იმ ძალის საუბარი ქვეყანასთან მიმართებაში, რომელიც ესეთ ადგილას, ესეთ სენსიტიურ ადგილას, ასეთი პროვოკაციის მოწყობას ცდილობს. ეხლა რა თქმა უნდა, მე ზუსტად იმას ვამბობ, ესენი ჩვენ მოგვეხმარნენ მოგებაში თქო, ამას წინათ უყურებდი რუსავიორმა რაღაცა ლოგიკურად გააკეთა ჩამონათვალი სხვადასხვა არგუმენტების, რითაც ის აკრიტიკებდა მთავრობას და პრინციპში მე პირადად დარწმუნებული ვიყავი, რომ მთელი ეს ჩამონათვალი ყველაფერი იყო მათ მიერ ორგანიზებული და საბედნიეროდ არის ხალხის ის დიდი ნაწილი, რომელზეც იცის. მაგრამ მათ ჰქონდათ ერთი ასეთი უცნაური მიდგომა, ისინი თვლიდნენ, რომ აი უდანაშაულობის პრეზუმპციის მიდგომა, რაც არის სისხლის სამართალში, ანუ როდესაც პროკურორის ბრალდების ტვირთი პროკურორის მხარეს არის, ისინი თვლიდნენ, რომ ხელისუფლებას ესეთია, ანუ მიდგომა იყო, რომ სანამ არ დაგვიმტკიცებთ, არ წავალთ. ასე არ არის ამ დროს ხელისუფლებაში არჩევნები იმიტომ დგება, რომ შეიძლება ვერ გიმტკიცებ, მაგრამ როცა შესმივართ ის ხედვა მაგ რაც მაქვს, ამიტომ მიდიხარ, შესაძლოა ეს არც იყოს ზოგიერთ შემთხვევაში არ შეესაბამებოდეს სიმართლეს, მაგრამ თუ შესმივართ ჩამოყალიბდა ის ხედვა, რაც ჩამოყალიბდა, შენ მიდიხარ, მაგრამ ამათ დადობას გონდათ ესეთი მიდგომა, სანამ არ დაგვიმტკიცებთ, აქედან არ წავალ. თქვენ როდესაც ახლა თქვით, რომ ფასადი იყო პრინციპში ის ახალი შემადგენლობა, რომელიც პირველ ათეულში აისახა ნაციონალური მოძრაობის, ჩვენ ახლა დღეს ხედავთ, რომ ფლათასეთ შეიძლება არ იყოს, ვინაიდან სააკაშვილი აშკარად მომხრია ბრძოლის ქუჩაში გადატანის და აბსოლუტური უმრავლესობა სიითი შემადგენლობის პირველი ნაწილის ყოველ შემთხვევაში მხარს უჭერს უფრო მეტად კონსტრუქციულ რეჟიმს და მათ შორის არის თქვა დავით ბაქრაძე, მოვისმინეთ ჩვენ უფრო მწვავე კომენტარებიც, მაგალითად ჩოთა უტიაშვილი ამბობს, რომ ნაცმოძრაობის დამარცხება სააკაშვილის გამოჩენამ გამოიწვია და ეს კრიტიკული განწყობები გუნდის შიგნით გაჩნდა. თქვენ ფიქრობთ თუ არა, რომ სხვა ტიპის ოპოზიცია გეყოლება, თქვათ იგივე დავით ბაქრაძე კი არის ძველი წარმომადგენელი, მაგრამ ელენე ხოშტარია, სერგი კაპანაძის სახით და კიდევ ბევრი სხვის სახით, თუ ელოდებით, რომ ისევ ნაციონალური მოძრაობის სტილისტიკა იქნება მთავარი. იცით რა, თუ 2 წუთი მაქვს, ცოტა გავშლი ამ თემას. ბუნებრივია, გაქვთ. იცით რა არის, ახლა ჩვენ ნაციონალური მოძრაობის უკან დაახლოებით 3 ტიპის ადამიანებს ხედავ მე. არიან ადამიანები, რომლებიც არიან დაუშვათ ფუძემდებლები იმ იდეოლოგიის, რაზეც ეს ეფუძნება და მოდით ახლა აქ არ შევალ. უფრო მეტად საინტერესო არის, მათ ჰქონდათ ერთი ასეთი მიდგომა, ისინი პოულობდნენ ნიჭიერ, კარგი განათლების მქონე ადამიანებს და ასეთ ადამიანებს აძლევდნენ ისე ხა ყველა ადამიანის მიზანია საკუთარი თავის რეალიზაცია რა და ისინი ასეთ ადამიანებს საკუთარი თავის რეალიზაციის საშუალებას აძლევდნენ. ესეც იყო მათი ერთ-ერთი მეთოდი სხვათა შორის. ახლა ჩვენ ამ 20 წლის განმავლობაში მარტო ძალადობაზე ვილაპარაკეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი სეგმენტი იყო მათი, მაგრამ ამის გარდა მათ ეს ძალიან მნიშვნელოვანი სეგმენტიც ჰქონდათ. პოულობდნენ ადამიანებს და როდესაც ახლა შენ საკუთარი თავის რეალიზება გეძლევა, შენ თვითონ დარწმუნებული ხარ, რომ კარგ საქმეს აკეთებ, მართლაც აკეთებ კარგ საქმეს. მე უცებ ამჩნევ, რომ ეს ადამიანი ვინც ეს გააკეთა, რაღაც ღირებულებათა ნაწილში თითქოს ვერ დაეთანხმება, მაგრამ ძალიან ძნელი ამ დროს ეს მადლიერების გზნობა უცებ გადალახო
და აი მადლიერების გზნობის შექმნით რაღაც მომენტებში ისეთი ადამიანები შემოიკრიბეს თავის ირგვლივ და ეს ერთ-ერთი სეგმენტი იყო, რომელსაც პროფესიონალიზმის ჰქონდათ, დაუშვათ განათლებაც ჰქონდათ, მაგრამ მე ამათ ვერ ახლა ძალიან მაღალი კატეგორიის ზნეობრივი თემაა, როდესაც ჩვენ ამ ყველაფერზე უარს ამბობ, იმიტომ რომ აღმოაჩინე რომ თურმე ეს ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ იქ ღირებულებათა ნაწილში ძალიან სერიოზული გადახვევა მოხდა და შენ ამას ემიჯნები. ნუ ვერ გაემიჯნა. ახლა ესეთი ადამიანები არიან ძალიან ბევრი. ბევრი არ არიან, მაგრამ ეს ერთ-ერთი სეგმენტია, მაგრამ ეს ადამიანები მე სამწუხაროდ ამას თავის ვერ გაუმხელენ, რომ ეს მათ დაახლოებით ასეთ დღეში არიან. ესეთი იძულებული არიან, მე საკუთარი ფილოსოფია თვითონ გამოიმუშაონ, თვითონ დაიჯერონ ეს სიმართლე. ისეთნაირად რომ ამიტომ ისინი როდესაც საუბრობენ, გულწრფელად საუბრობენ, თვითონ ჯერათ ყველაფერი, იმიტომ რომ ის ადამიანები ხარ რომელიც თქვენ ჩამოთვალეთ, სამი მიზეზი არსებობს იმისა რომ დაუშვათ ესეთი ტიპის ადამიანები ჩემი აზრით შეცდომებს უწოდებდნენ იმუბედურებას, რასაც კასრების თემას უბრალოდ ამ სამი მიზეზია. ან ფული უნდა გქონდეს ამაში აღებული, ან შიშის ქვეშ უნდა იყო, ან უნდა თვლიდე რომ არის რაღაც უფრო მაღალი კატეგორიის მიზანი, მაღალი ხარისხის მიზანი, რომელიც ღირდა იმათ, რომ ამაზე თვალები დახოჭვა. ანუ მიზანი ამართლებს საშუალებას. აი ფილოსოფიით შეერაღებული ადამიანები არიან, ჩემი აზრით ესენი და არიან ძალიან მწარედ შეცდომის ქვეშ, მაგრამ ეს ადამიანები ისეთი დამაჯერებლობით ელაპარაკებიან საზოგადოებას, რომ საზოგადოებას ჯერა მათი. ანუ ეს ძალიან რთული კლასტერია, რომელიც უნდა შეფასდეს და ჩემი აზრით შემდეგი წლებში ჩვენ ხელისუფლებაში ყოფნის წლებს გულისხმობ, ჩვენ ძალიან დიდი ყურადღება უნდა დაუთმოთ მათ ელექტორატს, რათა მათ მივეხმაროთ ნამდვილად რეალური სახე დაინახონ იმ ყველაფრის, რასაც ნაციონალური მოძრაობა ერთხა და ეს აი ჩემი კითხვა, მაინც მინდა რომ უფრო მეტი კონკრეტიკა მივიღოთ თქვენი პასუხი, თქვენი ანალიზი გასაგებია. აი მოდით გავაკეთოთ დასკვნა თუ შესაძლებელია. თქვენ გთხოვთ უფრო სწორად დასკვნის გაკეთებას. ნაციონალური მოძრაობის თვისობრივად თქვენი აზრით ცვლილების შანსები არსებობს თუ თქვენ პარლამენტში მიიღეთ ისევის ნაციონალური მოძრაობა, რომელსაც ებრძოდა ოცნება 2012 წლამდე და ამ არჩევნებშიც პრაქტიკულად იყო მიხეილ სააკაშვილის პატრონაჟის და ლიდერობის ქვეშ. თვისობრივად ახალი მიღება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ადამიანები გააცნობიერებენ იმ პროცესს, რაც მათში მიმდინარეობს. ეს ძალიან რთული პროცესია. ამ ადამიანებმა უნდა საკუთარი ხმა გამოყონ იმ ხმისგან, რომელიც მათში ლაპარაკობს სხვისი სახით. სამწუხაროდ ჩვენ პოლიტიკაში ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი გვყავს, რომლის ვერბალური აპარატის გარდა, როდესაც ისინი გესაუბრებიან, ფაქტობრივად არაფერი არ მონაწილეობს. არც ის, რასაც ისინი საუბრობენ, არც მათი გონება, არც მათი გული, ამას ჩართული არ არის. ჩვენ ვხედავთ მარტო ვერბალურ აპარატს, რომელიც გვესაუბრება. აი ეს ადამიანები, რომლებიც სანამ ამას არ გააცნობიერებენ, ჩვენ ვერავითარ თვისობრივად ახალს ვერ მივიღებთ. ამიტომ ეს პროცესები ახლა რაც მოხდა, აი ამ კუთხითაც ძალიან საინტერესო იყო. ყველა შეეცდება სარკეში ჩაიხედოს და თავისი დავით დაინახო და ჩვენც მათ შორის პირველ რიგში. რას ფიქრობთ, მოკლედ მოიწყენთ პარლამენტში, თუ არ მოიწყენთ აი ამ შემადგენლობის სრული ასახვის გარეშე, რაც მოწყენის საშუალება იმდენი რამეა გასაკეთებელი ამ ქვეყანაში, ცხადია ისიც არ მოგწევს, მაგრამ ეხლა ნამდვილად უნდა ვთქვა ერთი რამ, რომ იმდენი პრობლემაა ირგვლივ და ჩვენი გეგმა, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ, სულ ამაზე იყო ფიქრი, რომ რეალურად ჩვენ მივსულიყავით იმასთან, რომ შეკრულიყო ერთი მთლიანი ციკლი, რამაც გამიმთარება უნდა უზრუნველყოს სწორი საგარეო პოლიტიკა, სტაბილური გარემო, ის ბიზნესური ინიციატივები, რომელიც ეკონომიკის რეალურ სექტორს აამუშავებს, რომელიც შემდეგ რეალურად გაზომვადი და დანახვადი იქნება და აი ამ ყველაფრის კეთება, მე მგონი მოწყენის საშუალებას არ მოგწევს. და აი მაინც რა მაინტერესებს იცით 4 წლის თავზე ქართულ ოცნებას აღარ ექნება იმის ფუფუნება, რომ თქვას, რომ ვინმემ რამეში ხელი შეუშალა. ეს მთლიანად თქვენი 4 წელი იქნება. რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდი გამოწვევაა, ძალიან დიდი გამოწვევაა. თქვენ ამას ალბათ ბუნებრივია უკვე აცნობიერებთ და 4 წელი რა დამატებითი ელემენტები იქნება შესატანი, თუნდაც იმ დაპირებებში, რაც გაქვთ მიცემული აუდიტორიისთვის. დამატებით ელემენტებს რას გულისხმობთ, მართალი გითხრათ? სტრატეგია, რაზეც თქვენ ისაუბრეთ, კომუნიკაცია, ურთიერთობები აუდიტორიასთან, თუნდაც ოპოზიციურთან, თუნდაც ინერტულთან, რომელიც საერთოდ არ მოვიდა. შესაბამისად, ჩვენ 4 წლის შემდეგ ხა მე ჩვენი ლიდერის პირველ რიგში ის მომწონს, რომ მას მარტო ხელისუფლებაში მოსვლა კი არ შეუძლია, წასვლა შეუძლია ხელისუფლებიდან, ეს პოტენციალი ამ ადამიანში არის. მისი ძირითადი ადამიანები, ლიდერები, ვინც იქ არიან, ესენი არიან ხელისუფლებიდან წასვლა რო შეუძლიათ უმტკივნეულოდ ესეთი ადამიანები. პირველ რიგში ეს მომწონს მათი.
მეორე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ძალიან დიდი რაოდენობა ადამიანების, ვისთანაც ახლა ყველასთან ინტენსიური კომუნიკაცია არ აქვს, მაგრამ ნამდვილად ვერ ხედავ იქ იმ ხალხს, რომელსაც სულით და გულით არ უნდა რომ ამ ქვეყანაში გაუმჯობესება მოიტანოს. ილუზიებშიც არ ვართ. ყველაზე მეტად კიდე ის მომწონს, რომ თვითი კრიტიკა არის ძალიან დიდი. ძალიან დიდია იმ შეცდომებზე ლაპარაკი, დაუშვათ რაც შესაძლოა ასე არ უნდა გაკეთებულიყო და უკეთესად უნდა გაკეთდეს. ჩვენთვის ყველაზე დიდი გამოწვევა პრინციპში არის ის, რომ ჩვენ სტაბილური გარემო უნდა შევინარჩუნოთ, იმიტომ რომ ყველა ლაპარაკობდა დღეს ახლა ყველა ოპოზიციური პარტია იმაზე რომ რეალური სექტორის ეკონომიკური განვითარება არის მნიშვნელოვანი, მოვიზიდავთ ინვესტიციებს და ასე შემდეგ. ჩვენთვის გადარჩენა არის უცხოური პირდაპირ ინვესტიციების მოზიდვაში და ამისათვის აუცილებელი სტაბილური გარემო შენარჩუნებაში. ჩვენს გეოპოლიტიკაში ეს ძალიან რთულია. როდესაც ჩვენ გველაპარაკებიან რომ აი თქვენი ევროატლანტიკური ინტეგრაცია 1000-ნაირი სპეკულაციის საგანი გახდეს. ჩვენ აი ამ ბიზნესაკენ ვჩქარობთ ნელა. აი ამ სიტყვის სრული გაგებით და სხვადასხვა აი ამ ტერმინს საფუძველი აიღოს სწორედ იქედან რომ აქ ბიზნესათვით მიღწევის აუცილებლობა ვისაც ჰქონდა ისეთი აზროვნებისგან მოდის ეს ტერმინი და არა პროცესისაგან. ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაცია ეს არ არის ოლიმპიური თამაშები, სადაც მონაწილეობა მნიშვნელოვანია და არა გამარჯვება. ჩვენ მივდივართ ისეთ თამაში, სადაც აუცილებლად ბოლოში უნდა გავიგოთ. ამიტომ ვჩქარობთ ნელა, ისე რომ ყოველი ნაბიჯი არ იყოს დამრღვევი იმ სტაბილურობის მხოლოდ რომლის შემთხვევაში შესაძლებელია მოზიდული იქნას ის ინვესტიციები, რომლის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ბიზნეს გარემოს განვითარება. ეს ყველაფერი ერთმანეთთან გადაბულია. ცალ-ცალკეს არ არსებობს და საზოგადოებრივი კონტროლი ამ პროცესების არის აბსოლუტურად აუცილებელი და ჩვენ შევეცდებით ეს მთლიანი სისტემა იყოს შეკრული. დიახ, ბატონ რომან, ვიდრე დაგემშვიდობებით, თქვენ შემდეგ ჩვენ ეთერში რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი გვეყოლება, ხომ არ გაქვთ მათ მიმართ რაიმე ტიპის ანალიზი, იგივე ირაკლი ალასანიას გუნდის მხრიდან, რომელსაც ცოტა დააკლდა ბარიერამ რა მოხდა მათ თავს თქვენ როგორ ფიქრობთ რა ვერსიები იხილება ოცნებაში მართლა გითხრათ ახლა ვერ გეტყვით რომ ჩვენ დავჯექით და სპეციალური სტომა მიუძღვნით ამის განხილვას მაგრამ ბატონი დავითი რომ ერთ-ერთი ღირსეული და გამორჩეული პარლამენტის თავმჯდომარე იყო მე მგონი ამას მე ჩემი პირადი აზრით ვამბობ და მე მგონი ამეთანხმებიან კიდევაც ის რომ ისინი არიან თავისი პოლიტიკური წარსულით პოლიტიკური ხედვით უკვე ტრადიციის მქონე ადამიანები პოლიტიკაში, ესეც მე მგონი სიახლეს მე არ ვამბობ. მაგრამ თლიანობაში საზოგადოებასთან ურთიერთობის კონტექსტში პოლიტიკურმა ძალამ რამდენად უნდა ასახოს ის დიალოგური ტენდენციები და მოთხოვნები, რაც საზოგადოებისგან მოდის, ამას ალბათ ისინი თვითონ გაანალიზებენ და თვითონაც ბატონი ძულაბიც ალბათ მე თვითონ იტყვის. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ყველა პარტია დანაკარგია რომლისგანაც შესაძლებელია მოდიოდეს კონსტრუქციული თანამშრომლობის პოტენციალი იმ გზაზე, რომლისგანაც ჩვენ მივდივართ, ეს იყო ჩვენი ევროატლანტიკური კურსი, რომელსაც როგორც მე აღნიშნე, ჩვენ ვჩქარობთ, მაგრამ ვჩქარობთ ნელა, იმისათვის რომ არ დააზიანდეს საბოლოო კურსი და ყველა ადამიანი დანაკარგია ჩემთვის პირადად, ვინც ამ გზაზე კონტრიბუცია შეძლებდა პოზიტიური მხრით. დიდი მადლობა რომან კაკულიას, ქართული ოცნების წარმომადგენელს, რომელიც პრაქტიკულად დეპუტატია, უკვე გილოცავთ კიდევ ერთხელ ამ წარმატებას და გადავდივართ რესპუბლიკური პარტიისკენ, დავით ზურაბიშვილისკენ, უსუფაშვილი რესპუბლიკელების ერთ-ერთი აქტიური წევრისკენ. ბატონ დავით, სამწუხაროდ ვერ გილოცავთ ვერაფერს, თუმცა მე ვფიქრობ, რომ თქვენ შესაბამისი ანალიზი გექნებათ